ჩვენ შეგვიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ერთჯერადი მოხმარების პლასტიკი საქართველოში წლიურად დაახლოებით 600 მილიონი ნივთი ერთჯერადი პლასტიკის ნივთი მოიხმარება, რაც დაახლოებით 4-დან 6 ტონამდე შეადგენს, დაახლოებით 6-დან 4 ტონამდე ერთჯერადი პლასტიკი მოიხმარება ყოველწლიურად საქართველოში. განსაკუთრებით რომელი ნივთები არის ყველაზე აქტიურად მოხმარებადი საზოგადოებაში? 41% აქედან არის მოდის ერთჯერადი პლასტიკის ბოთლებზე. ყველაზე მეტი რაოდენობით, შემდეგ ბოთლის თავსახურზე, ასევე შეფუთვა კვების პროდუქტების კონტეინერებზე და ერთჯერადი მოხმარების მაგალითად დანაჩანგალზე და ასე შემდეგ. სულ არის 9 ნივთი, რომელიც ჩვენ შევაფასეთ, შევისწავლეთ, ეს არის ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად განსაზღვრული, ანუ პლასტიკის ის ნივთები, რომლებიც ერთჯერადად მოიხმარება ადამიანის მიერ და ყველაზე მეტი იყო ბოთლები, დიახ. რამდენად სავალალოა მდგომარეობა პლასტიკის მოხმარების მხრივ საქართველოში, რამდენად დიდ საფრთხეებთან არის მისი მოხმარება დაკავშირებული და უფრო დეტალურად რომ განმარტოთ, რა ტიპის საფრთხეს გულისხმობს? მოდით მაშინ ზოგადად ვიტყვი მსოფლიოში რატომ არის ეს პრობლემა და რა სად ვართ ჩვენ საქართველო, რა ხდება ჩვენთან. დღეს 2023 წელს გამოქვეყნდა გაეროს განვითარების გარემოსდაცვითი პროგრამის ანგარიში, სადაც საუბარია, რომ სოფლიო ოკეანეთ დაახლოებით 111 მილიონი ტონა პლასტიკის არის დაბინძურებული და აქედან 70% ფსკერზე არის განთავსებული, რომელსაც მილიონობით ზღვის და ოკეანის ბინადარი ეწირება ყოველწლიურად და ეს არის ძალიან დიდი და საგანგაშო მდგომარეობა. სწორედ ამან განაპირობა, რომ მთელი მსოფლიო შეთანხმდა და დაიწყო მუშაობა პლასტიკის პრევენციის შეთანხმებაზე, ახალი კონვენციის მუშაობაზე მიდის ახლა ძალიან ბევრი საუბარი და მოლაპარაკებები. ეს არ არის მარტივი, იმიტომ რომ ჩვენს ირგვლივ ალბათ არ არის ნივთი, სადაც არ არის პლასტიკი, რომლის დამზადებისასაც არ არის გამოყენებული პლასტიკი და მისი პრევენცია, აკრძალვა არ არის მარტივი. და რომ მე-20 საუკუნეში ეს ჩაითვალა, რომ ძალიან ყველაზე დიდი მიღწევა იყო პლასტიკის გამოყენების დაწყება და ეხლა აღმოჩნდა, რომ არ არის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პირველ რიგში. ჯანმრთელობისთვის გულისხმობთ ადამიანის ჯანმრთელობისთვის თუ ზოგადად ჯანმრთელობაში ამას გულისხმობთ უფრო ეს პრობლემა თუ გარემოს დაბინძურების თუ ერთმანეთთანაც პრინციპში კავშირშია. იცით როგორ არის აბსოლუტურად ანუ ჩვენ საუბრობთ ხილულ და უხილავ პრობლემაზე, რომელიც პლასტიკით დაბინძურებას უკავშირდება. რაც შეეხება ხილულ პრობლემას, ეს არის ის, რაც პირველ რიგში გარემოს დაბინძურებასთან არის დაკავშირებული და ჩვენ მაგალითად საქართველოზე რომ ვისაუბროთ, 2024 წელს დავასრულეთ კვლევა მსოფლიო ბანკის დახმარებით დრონების და IT ტექნოლოგიების გამოყენებით და ნახეთ, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლის და მდინარე, მაგალითად კონკრეტულად რიონის ნაპირები შევისწავლეთ, დაბინძურების 88% შეადგენდა ერთჯერადი პლასტიკის და პლასტიკის ნარჩენები. შესაბამისად, თუ ვისაუბრებთ თქვათ გარემოს დაცვით პრობლემაზე და იმაზე, რომ ეს საფრთხეს უქმნის, ხო, რა თქმა უნდა, ზღვის ბინადრებს და ეკოსისტემას, ასევე პრობლემა არის ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენი უნიკალური კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიები დღეს იმდენად დაბინძურებულია, რომ ძალიან ხშირად მე პირადად მქონია შემთხვევა, როცა საერთაშორისო დელეგაცია ჩამიყვანია, რომ დავათვალიეროთ პალიასტომის ტბიდან დაგხვედრია პლასტიკის მთები, არა თუ ერთი ან ორი ნივთი, თუმცა ხა ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყეს ადმინისტრაციამ დასუფთავება, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის მხოლოდ პრევენცია. და ბუნებრივ ადგილებში უფრო მეტია ხომ დაბინძურება, ვიდრე ვთქვათ დედაქალაქში. იგივე იქნება ეს სანაპიროები, ტყეები, სადაც ვთქვათ პიკნიკებზე დადიან ადამიანები. ჩვენი კონკრეტ რა თქმა უნდა, ის ძირითადად ეს არის ის ადგილები, რომლებსაც ხდება უკანონოდ განთავსება და ჩამორეცხვა და დაგროვება. ანუ დაგროვების წერტილებია ძირითადად ჩამდინარე ზღვასთან, სადაც მდინარე უერთდება და ხა რატომ არის ეს რაც შეეხება დაბინძურებას უშუალოდ გარემოს პრობლემას, მაგრამ რაც შეეხება ხა
ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედებას საუბარი არის პლასტიკის, მიკროპლასტიკზე და ნანოპლასტიკზე. ანუ როგორც მზის სხივების, ასევე მექანიკური ზემოქმედების შედეგად პლასტიკი იშლება უხილავ ნაწილაკებად, რომელიც ან სასმელი წყლით, ან თევზებით, ანუ ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ოკეანები დაბინძურებულია და 1/3 თევზის სახეობების არის შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით განსაკუთრებით მიკროპლასტიკს და ნანოპლასტიკს. მაგალითად, ისეთი სახეობები, როგორც ძალიან პოპულარულია სარდინია, ტუნა და სხვები, რაც ფართოდ მოიხმარება დღეს, არის საკმაოდ დაბინძურებული. ანუ თევზის ორგანიზმში ხდება ეს და შემდეგ თევზი ხდება ადამიანის ორგანიზმში. გადადის ადამიანის ორგანიზმში. ხა ძალიან ბევრი კვლევები ჩატარდა როგორც ევროპაში, ასევე შეერთებულ შტატებში და კვლევები ცალსახად მიუთითებენ, რომ ახდენს გავლენას, განსაკუთრებით გროვდება, ილექება ადამიანის ორგანიზმში, იწვევს სისხლძარღვთა დაავადებებს, იწვევს ენდოკრინოლოგიურ დაავადებებს, ზრდის კიბოს რისკს, რა ვიცი, ძალიან დიდი სია არის დაავადებების, რომელსაც იწვევს და საერთოდ სულ ახლახანს გავეცანით ჩვენ როცა კვლევას ვატარებდით, რომ მაგალითად 2016 წელს ჩაატარეს კვლევები და 2030 წელს ძალიან დიდი რაოდენობით განსაკუთრებით ნანოპლასტიკი გროვდება ადამიანის ტვინში და აღმოჩნდა რომ მაგალითად დემენციით დაავადებული ადამიანების ძალიან დიდ რისკში იყო ჭარბი რაოდენობით მაგალითად ნანოპლასტიკის შემცველობა და ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა რომ დადგინდეს თუ როგორ ახდენს და რატომ არის რა კავშირშია ეს თუმცა ფაქტი არის რომ ეხლა ჩვენ ვერ ვიტყვით რომ მხოლოდ ამის გამო ხდება ეს დაავადების განვითარება, მაგრამ ფაქტია რომ ასეთი მონაცემები დაიდო და ეხლა მიდის ამის კორელაციაზე საუბარი თუ როგორ ახდენს ეს გავლენას და პირდაპირ პლასტიკის მოხმარება რამდენად უსაფრთხო არის და თუ აქვს მნიშვნელობა, არ ვიცი, პლასტიკის ხარისხს ვთქვათ, იგივე პლასტიკის ბოთლიდან წყლის დალევა, პლასტიკის ზუსტად ამაზე არის საუბარი რომ ერთჯერადი პლასტიკის ზოგადად რა თქმა უნდა ეს არის განსაკუთრებით ხელმეორედ გამოყენება პლასტიკის და თუ დიდი ხანი მზის სხივის ქვეშ დგას ან თუ ნებისმიერი მექანიკური ზემოქმედების დროს ხდება დაშლა პლასტიკის და რა თქმა უნდა ეს არ არის უსაფრთხო ჯანმრთელობისათვის და მთელი მსოფლიო დღეს უკვე ამაზე საუბრობს და სწორედ ამიტომ არის რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში და ევროკავშირის ყველა ქვეყანაში თითქმის აიგრძალა ერთჯერადი პლასტიკის ბოთლების გამოყენება მაგალითად და საერთოდ ძალიან ბევრი მიზნობრივი მაჩვენებელი აქვთ ნელ-ნელა ამცირებენ მაგალითად მიკროპლასტიკის დამატება ხდება გარკვეულ კოსმეტიკურ საშუალებებში და ამაზე კონტროლს ძალიან ამკაცრებს ევროკავშირი. საქართველოში რა ვითარება, როგორ რეგულირდება ეს მიმართულება? საქართველოში აქამდე ეს არ იყო საერთოდ დარეგულირებული. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და ეს კვლევაც 2023-24 წლებში ჩავატარეთ. შევაფასეთ რა რაოდენობა იყო და ეს რიცხობრივი მაჩვენებელიც იქედან განსაზღვრეთ და ასევე ჩავატარეთ აი ამ 9 ევროკავშირის დირექტივით განსაზღვრული ერთჯერადი მოხმარების პლასტიკის ნივთების ალტერნატივებთან დაკავშირებით ეკონომიკურად და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღებ ალტერნატივებზე. შეიძლება ჩანაცვლოს. შეიძლება ჩანაცვლოს და საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. აღმოჩნდა რომ პირველ რიგში როცა საუბრობთ ასეთ ცვლილებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ფიქრობთ მომხმარებელზე, რომლისთვისაც ეს შეიძლება იყოს მტკივნეული, იმიტომ რომ შეიძლება გაუძვირდეს გარკვეული ხარჯი, რომელიც ამ ჩანაცვლებასთან იქნება დაკავშირებული და აღმოჩნდა რომ ხარჯის მხოლოდ 1%-ში ადგენს ერთჯერადი მოხმარების საგნების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯი. ასევე აღმოჩნდა რომ ალტერნატივები მაგალითად იგივე შუშა მინის ბოთლები მაგალითად იგივე თუ თქვათ საწრუპებზე ვსაუბრობთ მისიხით ხის ან ბამბუკისგან წარმოებული საწრუპების ჩანაცვლება იგივე დანაჩანგალი ან შეფუთვა ქაღალდით მუყაოთი ეს ალტერნატივები საქართველოში ყველა ამ 9 პროდუქტით რაც დღეს მიღებული არის და ამ განმარტების ქვეშ ერთჯერადი პლასტიკის განმარტების ქვეშ ყველა ალტერნატივა დღეს საქართველოში არსებობს
პატარა საწარმოებიც არსებობენ უკვე, რომლებიც ამას აწარმოებენ და არ ხდება მარტო იმპორტი. თუმცა რა თქმა უნდა, ხა ისეთ მსხვილ კომპანიებს, რომლებიც ძირითადად შემომტანები არიან და ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია ჯერადი პლასტიკის ნივთებით, მათთვის ეს აკრძალვა იქნება გარკვეული ზეგავლენა. თუმცა თუ ხანგრძლივადი ამ პერსპექტივაში შევხედავთ, მათ შეუძლიათ გარკვეული ინვესტიციები საწყისში გაიღონ და სხვა ალტერნატივებით ჩაანაცვლონ ეს პროდუქტები და მეტი შემოსავალი მიიღონ სამომავლოდ. ზოგადად ცნობიერება რამდენად მაღალია საზოგადოებაში კვლევის შედეგად რა გამოვლინდა პლასტიკის საფრთხეებთან დაკავშირებით? იცით, რაც შეეხება საფრთხეებს, ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ინფორმირებულობის დონე საკმაოდ დაბალია. მოსახლეობას არ აქვს ბევრი ინფორმაცია, თუმცა რაც შეეხება მიკროპლასტიკს, ნანოპლასტიკს, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან ახალი კვლევებია და იქა ძალიან პოლიტიზირებულია საერთოდ ეს თემა, იმიტომ რომ ნავთობის წარმოებელი ქვეყნები მაქსიმალურად ცდილობენ რომ ბევრი ინვესტიცია ჩაადონ, ბევრი კვლევა ჩაატარონ, რომელიც საპირისპიროს დაამტკიცებს, იმიტომ რომ მათთვის ეს ეკონომიკური დიდი დარტყმა იქნება თუ პლასტიკის აკრძალვისკენ წავა მსოფლიო და რაც შეეხება თვითონ დამოკიდებულებას, ანუ ჩვენი კვლევის შედეგად დაიდო გადაუდებელი აუცილებლობა იმისა, რომ ქვეყანამ უნდა დაიწყოს რეგულირება გარკვეული ნივთების აკრძალვაზე საუბარი და გარკვეული შეზღუდვაზე, რა თქმა უნდა, ესეთ ეტაპობრივ ჩანაცვლებაზე. და როგორც ვთქვით, მოსახლეობის რაც იყო ჩვენთვის ძალიან კარგი, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა ამას პოზიტიურად უდგება და მხარს უჭერს ასეთ ცვლილებას და ასეთი რეგულაციის შემოღებას. პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდად მათ ჯიბეს არ უტყამს და ასევე ძალიან ბევრი და ძალიან ისეთი მე ძალიან მიხარობდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ ის უკვე ანაცვლებს ერთჯერადი პლასტიკის მოხმარებას და უარს ამბობს მაქსიმალურად და ძალიან მისაბაძია ბევრი მოქალაქის ასეთი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.